გამარჯობა, პირდაპირ ეთერშია მოამბეთ 15 საათზე. დღის ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენებს მოამბის გუნდთან ერთად მე რატი ხვისტანი გაგაცნობთ. სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის 2 ფაქტი გამოავლინეს. უცხო ქვეყნის მოქალაქეებს სამუდამო პატიმრობა ემუქრებათ. ამერიკის ფედერალურმა სასამართლომ 75 ქვეყნის მოქალაქეებისთვის საემიგრაციო ვიზების გაცემის შეჩერების გადაწყვეტილება გააუქმა. სიაში საქართველოცა. საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მზადების ბოლო დღე ისრაელთან ამხანაგური მატჩისთვის. პოლიტიკური კორუფცია, გუნდის ღალატი და ხელისუფლებასთან გარიგების სანაცვლოდ მილიონების მიღება. ნაციონალური მოძრაობის და კოალიცია ცვლილებებისთვის ლიდერები ერთმანეთს მძიმე ბრალდებებს საჯაროდ უყენებენ. ყოფილ თანაგუნდელებს შორის მწვავე დაპირისპირების ფონზე მიხეილ სააკაშვილის შემდეგ კონკრეტულ ფაქტებს ყოფილი მმართველი პარტიის სხვა ლიდერებიც ასახელებენ. თუ მანამდე მხარეები ზოგადი განცხადებებით შემოიფარგლებოდნენ, ახლა უკვე კონკრეტული ფაქტები და გვარები სახელდება. ურთიერთბრალდებების მთავარი ხაზი ხელისუფლებასთან კავშირებზე გადის. ყოფილ თანაგუნდელებს შორის დაპირისპირება პოლიტიკური შეფასებების თემაა მმართველ გუნდშიც. რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში ყველაფერი მიდის კორუფციასთან. აბასხანაირად როგორ შეიძლება აიხსნას ბატონი გვარამიას მიერ მოზიდული 40 მილიონი იმ ვითარებაში, როდესაც ოცნება თითოეულ თეთრზე და ლამის ყველა 100 ევროზე დასდევს მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებში. და მით უმეტეს პოლიტიკური პარტიებისთვის ბიზნესის მხრიდან დაფინანსება ეს არის სრულად ოცნების კონტროლ ქვეშ. რა თქმა უნდა, ეს 40 მილიონი არ ყოფილა არც ერთი ბიზნესმენის, მათ შორის არც ბატონი გილაურის ფული, ეს ხომ რა თქმა უნდა, ოცნების ფული გილაურის გავლით. ეს ნაცმოძრაობის წევრები ამ გვარამიამ კისიერად 2 წამში 4 მილიონზე ჩამოიყვანა, ანუ 10 ჯელში ამცირა. შესაბამისად ეს ვაჭრობა, რა თქმა უნდა, გაგრძელდება, ჰაერით ვაჭრობა, როგორც ასევე მათი მოლოდინები და მათი დაპირებები იყო ყოველთვის ჰაერი, ისევე დღეს ჩხუბობენ ერთმანეთში ჰაერისთვის. არაფერი არც ერთ არ გააჩნია, მაგრამ მაინც ბრძოლობენ ერთმანეთში. და ეს, რა თქმა უნდა, საქართველოსთვის არის კარგი, იმიტომ რომ იმედი გვაქვს, რომ გონივრულ ვადაში საკონსტიტუციო სასამართლო აკრძალავს ამ მავნებელ ეგრეთ წოდებულ პოლიტიკურ პარტიებს და ჯანსაღი პოლიტიკური პარტიები წამოვლენ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. მანამდე ჩვენ შეგვიძლია სერიალი ვნახოთ ხოლმე, სხვადასხვა სეზონები აქვს. ამ სერიალს ეხლა საშემოდგომო სეზონი დაიწყება, დიდი ალბათობით, ალბათ უფრო საინტერესოს გვთავაზობს ეხლა სააკაშვილიც და გვარამიაც. ახლა მიემატებიან კიდე ბევრი პერსონაჟები. ვაკვირდებით თუ როგორ ეზიზღებათ ამ ადამიანებს ერთმანეთი და რაც თავარია ისინი იბრძვიან ფავორიტობისთვის, რომ გარე პატრონების ფავორიტი ვინ გახდება, იქიდან გამომდინარე, რომ ფავორიტს აქვს მეტი დაფინანსება და ფავორიტი სარგებლობს მეტი პრივილეგიებით. პირდაპირ აღიარეს ნაცემა, რომ ნიკა გვარამიამ ნამდვილად გაძარცვა რუსთავი 2. ამ შემთხვევაში ისინი აღიარებენ იმას, რომ მათი მთავარი, ასე ვთქვათ, мотиваტორი არის ფულზე და ფული და ძალიან ადვილად იყიდებიან ფულზე და რასაც ქართული მართლმსაჯულება ამბობდა და დაადასტურა, შემდეგ სტრასბურგმა დაადასტურა, რომ ნიკა გვარამია მითაღლითა რუსთავი 2-ში. დღეს უკვე ნაცების აღიარებენ ერთადერთი ევრობიუროკრატები რჩებიან იმ პოზიციაზე, რომ თურმე ის იყო პოლიტიკური დევნა. მცხეთის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ჯგუფურად უკანონო შეძენა შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე დააკავეს. სამართალდამცველებმა გადამოწმების მიზნით გაჩერებული ავტომობილის ჩხრეკისას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მეთადონი ნივთმტკიცება დამოიღეს. დაკავებულების დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად კი პოლიციის მიერ ასევე ამოღებულია ნარკოტიკების დაფასოვებისთვის საჭირო მასალები. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სოფელ წიწამურის მიმდებარედ ავტომაგისტრალზე გადამოწმების მიზნით შევაჩერეთ ავტომობილი, რომელსაც უცხო ქვეყნის მოქალაქე მართავდა. მანქანაში აგრეთვე იმყოფებოდა 2 პირი. ავტომობილის ჩხრეკისას ამოვიღეთ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მეთადონი. ასევე ბრალდებულების დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული იქნა ნარკოტიკული ნივთიერების დაფასოვებისთვის საჭირო მასალები. ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად აღნიშნული პირები დავაკავეთ. აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით 1 პირი დააკავეს. სამართალდამცველებმა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას განსაკუთრებით დიდი ოდენობით 300 აბზე მეტი ნარკოტიკული საშუალება MDMA ნივთმტკიცება დამოიღეს. ამ შემთხვევაშიც დაკავებულებს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ქვეყანაში ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შემოტანისა და გავრცელების საფრთხის მიზნით აქტიურ რეჟიმში განაგრძობენ ნარკოდანაშაულში ჩართული პირების გამოვლენასა და მათ პასუხისმგებაში მიცემას. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის საჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დაკავებულია მამაკაცი, რომელსაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება 300-ზე მეტი MDMA საქართველოში მალულად შემოჰქონდა. სამართალდამცავების მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ნივთკიცება ამოღებული. სასაზღვრო პოლიციამ სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე დააკავა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ 2 ბრალდებული სასაზღვრო პოლიციის ბათუმის სამმართველოს სექტორების სარფისა და გორგაძეთის მონაკვეთებზე სასაზღვრო საკონტროლო გამტარი პუნქტების გვერდის ავლით თურქეთის რესპუბლიკიდან სახელმწიფო საზღვრის ქვეითად უკანონოდ გადმოკვეთის დროს დააკავეს. 2 ბრალდებულმა კი საზღვარი სატვირთო ავტომანქანაში დამალვის გზით გადმოკვეთა და საქართველოში შემოვიდა. დანაშაული 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დაკავებული 2 პირის მიმართ საემიგრაციო პროცედურები მიმდინარეობს, რის შედეგადაც განხორციელდება მათი ქვეყნიდან გაწევება. ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალურმა მოსამართლემ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება გააუქმა, რომლითაც 75 ქვეყნის მოქალაქეებისთვის საიმიგრაციო ვიზების გაცემა შეჩერდა. ტრამპის გადაწყვეტილება ეხებოდა მათ შორის საქართველოს, აზერბაიჯანის და სომხეთის მოქალაქეებს. აკრძალვა ვრცელდებოდა საიმიგრაციო ვიზებზე ოჯახის წევრებთან შეერთების ან სამუშაოს დაწყების მიზნით, მაგრამ არ ვრცელდებოდა არაიმიგრაციულ ვიზებზე, როგორიცაა ტურისტული ან სტუდენტური ვიზები. დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში აღნიშნავდნენ, რომ საიმიგრაციო ვიზებზე უარის თქმა საჭირო იყო, რადგან ამ ქვეყნების მოქალაქეები სავარაუდოდ სახელმწიფო შეღავათებით ისარგებლებდნენ. ხოლო სასამართლომ დაადგინა, რომ სინამდვილეში უარს ეუბნებოდნენ ისეთ ადამიანებსაც, რომლებსაც აშკარად შეეძლოთ საკუთარი თავის რჩენა ყოველგვარი დახმარების გარეშეც. კანონით კი თითოეული გამცხადებელი ინდივიდუალურად უნდა შეფასდეს, ამიტომ ეს გადაწყვეტილება კანონის დარღვევად ჩაითვალა. დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას შეუძლია გადაწყვეტილება გაასაჩივროს. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებით, მათ ჰორმუზის სრუტესა და მთელ რეგიონზე სრული კონტროლი აქვს დაწესებული. ტრამპმა აღნიშნა, რომ ირანში სწორი გარიგების დასადებად ჯერ მზად არ არიან. ჟურნალისტის კითხვაზე ირანის წინააღმდეგ ეკონომიკური ომი ხომ არ ნიშნავს, რომ სამხედრო ვარიანტი ამ ეტაპზე შეზღუდულია? შეერთებული შტატების პრეზიდენტმა უპასუხა, რომ ასე არ არის. მათ ფული არ აქვთ, საზღვაო ფლოტი და საჰაერო ძალები არ ჰყავთ. ისინი ჯარისკაცებს და პოლიციელებს არ უხდიან. მათთან ინფლაცია 350%-ია. ბლოკადასაც თუ შეხედავთ, ჩვენ სრული კონტროლი გვაქვს მთელი რეგიონზე, რომელიც ჰორმუზის სრუტეს უკავშირდება. სიღრმისეულად რომ ვთქვათ, ეს სახმელეთო ტერიტორიებსაც მოიცავს. ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესმა სასამართლომ თეთრი სახლის საბანკეტო დარბაზის მშენებლობის დროებით გაგრძელების უფლება გასცა. მოსამართლის მიერ გამოცემული დროებითი ბრძანების მიხედვით ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის 400 მილიონი დოლარის ღირებულების პროექტი გაგრძელდება, ვიდრე სასამართლო საქმის სრულ განხილვას დაასრულებს. პროექტი თავდაპირველად 650 ადგილიან დარბაზს ითვალისწინებდა, შემდეგ კი დაახლოებით 1000 ადგილამდე გაიზარდა. დარბაზის მშენებლობაზე კომენტარი გააკეთა ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამ პროცესში გადასახადის გადახდელთა ფული არ იხარჯება. ჩვენ ასობით მილიონ დოლარს ვხარჯავდით დარბაზზე. ეს ყველაფერი ჩემნაირი ადამიანებისა და დიდი კომპანიების ფულია, რომლებიც მას აშენებენ. ეს თითქმის 400 მილიონი დოლარი იქნება და ეს ყველაფერი პატრიოტი კომპანიების მიერაა გადახდილი. გადასახადების გადამხდელების ფული არ არის დახარჯული დარბაზზე. კანადასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სავაჭრო მოლაპარაკებები ჩაიშალა, რის შედეგადაც ამერიკული ტარიფები კანადური საქონლის ფართო სპექტრზე ამოქმედდება. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნიმ განაცხადა, რომ კანადა ამერიკულ საქონელს ანალოგიური ოდენობის საპასუხო ტარიფებით დაბეგრავს. მისი თქმით, შეერთებული შტატების მხრიდან ბოლო წუთს შეთავაზებული პირობები არაკეთილსინდისიერი და არაეკონომიკური იყო და ეჭვქვეშ აყენებდა ნებისმიერი შეთანხმების საიმედო
ნედოობას. მოლაპარაკებების ჩასვლის შედეგად კანადა 50%-იან ტარიფებს დაექვემდებარება, მათ შორის ღვინოზე, რძის პროდუქტებზე, ცემენტზე, ტანსაცმელსა და ჰოკეის აღჭურვილობაზე. მანამდე კი დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კანადასთან შეთანხმება წინ მიდის და მხარეები შეთანხმებას მალე მიაღწევდნენ. რუსული მხარის მიერ კრივოი როგში სავაჭრო ცენტრზე დრონებით თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 16-მდე გაიზარდა და შავებულია 130 ადამიანი, მათ შორის 23 ბავშვი. უკრაინის გენერალური პროკურატურის ოფისის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა სავაჭრო ცენტრს უპილოტო საფრენი აპარატებით 2 დარტყმა მიაყენეს. თავდასხმის შედეგად სავაჭრო ცენტრში ხანძარი გაჩნდა. კრივოი როგის თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარის თქმით, სავაჭრო კომპლექსზე განმეორებითი დარტყმა ირანული შაჰედის დრონებით განხორციელდა. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა რუსეთის მიერ კრივოი როგზე თავდასხმა დაგმო. კალასის თქმით, ეს თავდასხმა მოსკოვის მიერ წამოწყებული ომის აბსოლუტურ და სრულ ამორალურობაზე მეტყველებს. იერიშებს ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტიც. კრივოი როგზე სავაჭრო ცენტრზე თავდასხმის შემდეგ სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. ადგილზე ყველა საჭირო ძალა და საშუალებაა გამოყენებული. სამწუხაროდ ბევრი ადამიანი დაშავდა. თავდასხმა რამდენიმე რუსული დრონით განხორციელდა. დრონები ერთმანეთის მიყოლებით ეშვებოდნენ. გულითად თანაგრძნობას გამოვხატავდა ღუპულთა ოჯახებისა და მათი ახლობლების მიმართ. ხელისუფლება აზუსტებს ინფორმაციას ყველა იმ ადამიანის შესახებ, ვინც შესაძლოა სავაჭრო ცენტრში ყოფილიყო. ეს რუსული სისასტიკის აბსოლუტური გამოვლენა უბრალოდ მხეცები არიან. აუცილებლად ვუპასუხებთ. უკრაინის პრეზიდენტმა უმაღლესი ანტიკორუფციული სასამართლოს 11 და ამავე სასამართლოს სააპელაციო პალატის 5 მოსამართლე დანიშნა. ადგილობრივი მედია წერს, რომ ეს ნაბიჯი აუცილებელია, რათა უკრაინამ ევროკავშირისგან Ukraine Facilities პროგრამის ფარგლებში თანხა მიიღოს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ქვეყანას Ukraine Facilities პროგრამის პირობის ანტიკორუფციული მოსამართლეების დანიშვნის შესრულებისთვის დრო 17 სექტემბრამდე აქვს. წინააღმდეგ შემთხვევაში უკრაინა ევროკავშირისგან დაფინანსების დაკარგვის რისკის წინაშე დგება. 24 აგვისტოს მსურველთა კოალიციის შეხვედრაზე უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების საკითხი იქნება განხილული. ამის შესახებ განცხადებას საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ელისეის სასახლის ინფორმაციით, შეხვედრა ჰიბრიდულ ფორმატში გაიმართება. შეხვედრის თანათავმჯდომარეები საფრანგეთის პრეზიდენტი, გერმანიის კანცლერი და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი იქნებიან. კიევში ვოლოდიმერ ზელენსკისთან ერთად კოალიციის დაახლოებით 10 მონაწილე შეიკრიბება, მათ შორის ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა. ელისეის სასახლის განცხადებით, შეხვედრა სიმბოლურად უკრაინის დამოუკიდებლობის 35 წლის თავისთვის გაიმართება და მიზნად ისახავს უკრაინელი ხალხისა და მისი სუვერენიტეტის ბრძოლის მხარდაჭერას. ნატო ემზადება სცენარისთვის, რომლის მიხედვითაც შესაძლოა საფრანგეთის შემდეგმა პრეზიდენტმა ალიანსს სერიოზული ზიანი მიაყენოს. ამის შესახებ პოლიტიკო წერს. როგორც გამოცემა აღნიშნავს, საფრანგეთში ჩატარებულმა ბოლო გამოკითხვებმა აჩვენა, რომ ფრანგი ამომრჩევლების დაახლოებით ნახევარი ნატოს მოწინააღმდეგე კანდიდატებს უჭერს მხარს. ულტრამემარჯვენე პარტიის ეროვნული გაერთიანების ლიდერს მარინ ლე პენს სურს ნატოს გაერთიანებული სარდლობიდან საფრანგეთის მოყვანა, ხოლო უკიდურესად მემარცხენე ბანაკის წარმომადგენელს ჟან-ლუკ მელანშონს ქვეყნის ალიანსიდან გასვლა. გამოცემა წერს, რომ პოლიტიკური თვალსაზრისით საფრანგეთის ნატოდან გასვლა შეიძლება ასევე ნიშნავდეს იმასაც, რომ გერმანია ევროპაში ალიანსის წამყვან წევრად იქცევა. თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისის მიერ რეჯეპ ტაიფ ერდოღანის მიმართ გავრცელებულ განცხადებას ამაზრზენ და უსაფუძვლო თავდასხმა დაფასებენ. ერდოღანის ადმინისტრაციის განცხადებით, ეს არის ბენიამინ ნეთანიაჰუსა და მისი გუნდის მიერ განხორციელებული იაფფასიანი პოლიტიკური მანევრი, რომელიც მათი შეფასებით ასევე მიმართულია არჩევნებში ნეთანიაჰუს პირადი უპირატესობის მოსაპოვებლად. ცნობისთვის მანამდე ისრაელის მთავრობამ თურქეთის პრეზიდენტს ანტისემიტი დიქტატორი უწოდა და აღნიშნა, რომ ის ახლა ისრაელის წინააღმდეგ აგრესიის სირიაში გავრცელებას ცდილობს.
ევროკომისიის პრეზიდენტი ისრაელის მიერ მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე იერუსალიმიდან აღმოსავლეთით ახალი დასახლებების მშენებლობას მიუღებლად მიიჩნევს. ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, საერთაშორისო საზოგადოება დიდი ხანია ეწინააღმდეგება დასახლებების გაფართოებას და აქამდეც არაერთხელ გამოხატა სერიოზული შეშფოთება, როგორც პირადი, ისე საჯარო არხებით. ევროკავშირის პრეზიდენტი შეუერთდა რამდენიმე ქვეყნის ლიდერის ერთობლივ განცხადებას, რომ საერთაშორისო სამართლის მიხედვით დასავლეთ სანაპიროზე ისრაელის დასახლებები უკანონოა. როგორც ლიდერებმა აღნიშნეს, ეს გადაწყვეტილება დასავლეთ სანაპიროზე არსებული არასტაბილურობის პირობებში განსაკუთრებით შემაშფოთებელია. შვედეთში ქალაქ ფაგერშტას სკოლაში თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 3 კი დაშავდა. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით ეჭვმიტანილი 18 წლის ბიჭია, რომელიც დაკავებისას დაიჭრა. შვედეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, თავდამსხმელი ამავე სკოლის ყოფილი მოსწავლეა, რომელიც ხმლით იყო შეიარაღებული და ჩაფხუტი ეხურა. როგორც მედია აღნიშნავს, ის მანამდეც იყო ნასამართლები ძალადობისთვის. 2 მოზარდი მძიმედ დაშავდა, მესამე დაშავებული კი საავადმყოფოდან მალევე გაწერეს. პირველმა პოლიციელმა შენობაში შესვლისთანავე მოგვახსენა, რომ პოლიციამ თავდამსხმელი ცეცხლსასროლი იარაღით გაანეიტრალა. იგი შემდგომ დააკავეს და ამჟამად პატიმრობაშია. ოფიცრები სკოლაში იმისთვის შევიდნენ, რომ შენობა დაეცვათ და შემდგომი ძალადობა აღიკვეთათ. იქ გარდაცვლილი ადამიანი აღმოაჩინეს. 2 პირი მძიმედაა დაშავებული. სერბეთმა ტყის ხანძართან გასამკლავებლად დახმარება როგორც ევროკავშირს, ისე რუსეთს თხოვა. და მის შესახებ როიტერი წერს. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის უფროსმა ლუკა ჩაუშიჩმა განაცხადა, რომ სერბეთმა ევროკავშირის დახმარების სისტემას სახანძრო თვითმფრინავები და სპეციალიზირებული ტექნიკას თხოვა. სერბეთი ევროკავშირის წევრი არ არის, თუმცა ბლოკის სამოქალაქო თავდაცვის მექანიზმის ფარგლებში საგანგებო დახმარებაზე ცდომა აქვს. როგორც გამოცემა აღნიშნავს, მიმდინარე კვირის დასაწყისში რუსეთმა სერბეთს ხანძართან საბრძოლველად თვითმფრინავი გაუგზავნა. გვჭირდება 10 ტონაზე მეტი ტვირთის ტარების უნარის მქონე თვითმფრინავები და 5 ვერტმფრენი, რომელთაც 4 ტონაზე მეტი წყლის გადატანა შეუძლიათ. უნდა აღვნიშნო, რომ საკუთარი მძიმე ვერტმფრენებიც გვყავს, თუმცა ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმისაგან ვითხოვთ დახმარებას. ასევე მოვითხოვეთ 10 სპეციალიზებული მანქანა, რომლებსაც ქვიშნარ ტერიტორიაზე მუშაობა შეუძლიათ. TikTok-მა და ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტრომ ბავშვთა პირადი მონაცემების უკანონოდ შეგროვების ბრალდებასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს. შეთანხმების თანახმად TikTok-ი გადაიხდის $400 მილიონი ოდენობის ჯარიმას, რის სანაცვლოდაც სასამართლო დავა საბოლოოდ დასრულდება. იუსტიციის სამინისტრომ TikTok-სა და მის მფლობელ კომპანიას 2024 წელს უჩივლა. ბრალდების მიხედვით აპლიკაცია უკანონოდ აგროვებდა 13 წლამდე ასაკის ბავშვების პერსონალურ მონაცემებს მშობლების თანხმობის გარეშე, რაც ბავშვთა ონლაინ კონფიდენციალურობის დაცვის კანონის დარღვევა. ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით საქართველოში ჩინეთის ახალგაზრდული დელეგაცია იმყოფება. ტურისტულ, საგანმანათლებლო და კულტურულ შემეცნებითი ვიზიტი მიზნად ისახავდა ქვეყნებს შორის პარტნიორობის გაძლიერებას, კულტურული კავშირების გამტკიცებას და ჩინელი ახალგაზრდებისთვის საქართველოს ისტორიის, ტრადიციების და ახალგაზრდული პოლიტიკის გაცნობას. ჩინელმა ახალგაზრდებმა დაათვალიერეს ისტორიული ღირსშესანიშნაობები, მუზეუმები და საგანმანათლებლო სივრცეები, ასევე მონაწილეობა მიიღეს ქართული ტრადიციული კულტურის შემეცნებით მასტერკლასებში. ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრებმა მოინახულეს ქართული ისტორიული და კულტურული ღირსშესანიშნაობები და ისინი ასევე ჩაერთნენ საკმაოდ საინტერესო ოფიციალურ შეხვედრებში. პროექტის მიზანია ქართველი და ჩინელი ახალგაზრდების ერთმანეთთან დაახლოება, ჩინელი ახალგაზრდებისთვის ქართული კულტურის და ტრადიციების უკეთ გაცნობა და ზოგადად ქართულ-ჩინური ურთიერთობების გაღრმავება. 2025 წელს პეკინის უცხო ენათა უნივერსიტეტში ჩინელ ახალგაზრდებს მიეცათ შესაძლებლობა შესწავლათ ქართული ენა და კულტურა. სწორედ ეს ახალგაზრდები იმყოფებიან დღეს საქართველოში და ძალიან დიდი მადლობა ყველაფრისთვის და ძალიან მიხარია, რომ უშუალოდ ვეცნობით ქართულ კულტურას, ისტორიას. გადასარევი იყო ყველაფერი და ძალიან შემიხვდა საქართველო, საინტერესო ქართველი ცივილიზაცია და ენა გაუმარჯოს ჩინეთ საქართველოს მეგობრობას.
თავდაცვის მინისტრი სამხედრო ჰოსპიტალში იმყოფებოდა, სადაც ახალი ამბულატორიული შენობა, სრულად რეაბილიტირებული კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტი, ქირურგიისა და ტრავმატოლოგიის დეპარტამენტები და განახლებული საოპერაციო ბლოკი დაათვალიერა. ჰოსპიტალის დირექტორმა მინისტრს განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა. მინისტრმა ჰოსპიტალის ხელმძღვანელობასთან განიხილა მასშტაბური გეგმა, რომელიც რამდენიმე წელზეა გათვლილი და მიზნად ისახავს სამედიცინო დაწესებულების ტექნიკური შესაძლებლობების სრულ გადახალისებასა და ინფრასტრუქტურულ განვითარებას. მინისტრის სტუმრობის დროს განვიხილეთ რამოდენიმე წელიწადზე გათვლილი მასშტაბური პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს სამხედრო ჰოსპიტალის ინფრასტრუქტურის სრულ ცვლილებას და მის ტექნიკური შესაძლებლობების გაუმჯობესებას. განვიხილავთ უახლოეს მომავალში სამხედრო ჰოსპიტალში დაინერგოს ისეთი სამედიცინო სერვისები, რომელიც სიახლეს წარმოადგენს არა მარტო ქვეყნის მასშტაბით, არამედ ინოვაციურია მთელი რეგიონის მასშტაბით. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე სემეგრელო ზემო სვანეთის რეგიონში იმყოფებოდა, სადაც ჭუბერსა და ლატალში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები დევნილი მოსახლეობის საჭიროებებს გაეცნენ. აფხაზეთის მთავრობის პროგრამების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობით სხვადასხვა პროექტის განხორციელების შესაძლებლობა განიხილეს. ჩვენ მქონდა ლატალში და ჭუბერში მათთან შეხვედრა, ვისაუბრეთ ყველა იმ გამოწვევაზე, რომელიც არსებობს დღეს მათ წინაშე და რა თქმა უნდა ჩვენი ვალდებულება, მოვალეობა და უმთავრესი პრიორიტეტი არის, რომ მათ საჭიროებებზე ვიზრუნოთ და შემდგომში ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ როგორც საცხოვრებელი პირობები, ასევე სხვა მათი საჭიროებები დავაკმაყოფილოთ. ვპირდებიან ბევრ რაღაცას, ვაწოდებთ ინფორმაციას. გვაქვს დისკუსია, ძალიან კარგია. რუსთავში ორი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა სრულდება. მე-11 და 25 ბაგაბაღების სავარიული შენობების ადგილზე ახალი თანამედროვე სტანდარტების ბავშვების საჭიროებებზე სრულად ადაპტირებული შენობები აშენდება. ამ ეტაპზე ორივე საბავშვო ბაღში შიდა მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. განახლებული ბაღები სექტემბრიდან დაიწყებს ფუნქციონირებას და ჯამში 750 ბავშვისთვის იქნება გათვლილი. სამუშაოების დასრულების ეტაპს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე რუსთავის მერთან ერთად გაეცნო. მშენებლობა დასრულების ეტაპზეა. სექტემბერში მოხდება აღნიშნული ბაღების ჩაბარება და ვიმედოვნებ, რომ ყველაფერი წესრიგში იქნება და მიღება ჩაბარებას გავაფორმებთ, რის შემდგომაც გადაეცემა რუსთავის მუნიციპალიტეტს აღნიშნული ბაღები და ბავშვები შესწლებენ სწავლას. სრულად კეთილმოწყობილი არის შიდა სივრცეები, როგორც ხედავთ, კეთილმოწყობილი არის გარე ეზოებიც. მუნიციპალური განვითარების ფონდთან ერთად მიმდინარე პროექტების მუდმივი მონიტორინგი ხორციელდება და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფონდი მუნიციპალიტეტთან ერთად აქცენტს აკეთებს ხარისხის გაუმჯობესებაზე, მაღალი სტანდარტი მნიშვნელოვანია განსაკუთრებით, როდესაც ბავშვებზე ვსაუბრობთ. დღეს რამდენიმე საბავშვო ბაღის რესარეაბილიტაციო პროცესი მიდის ჩვენს ქალაქში და ასევე მუშაობთ მომდევნო იმ პროექტებზე, რომელიც ასევე საჭიროებს რეაბილიტაციას. ნადარბაზევის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე საცხენოსნო დოღი გაიმართა. შეჯიბრში საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან ჩასულმა ცხენოსნებმა მიიღეს მონაწილეობა. გამარჯვებულები ფულადი ჯილდოებით, თასებითა და მედლებით დაჯილდოვდნენ, ხოლო ყველა მონაწილეს წიგელი გადაეცა. ღონისძიების მთავარი მიზანი ცხენოსნობის პოპულარიზაცია და სპორტის ამ სახეობაში ახალგაზრდების მეტი ჩართულობის ხელშეწყობა იყო. დოღის მონაწილეებს ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ხელისუფლების წარმომადგენლებიც გულშემატკივრობდნენ. დღეს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნადარბაზევში გაიმართა დოღი. აღნიშნული პროექტი თანადაფინანსებულია გორის მუნიციპალიტეტის მერის მიერ. ამ პროექტში მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან წარმომადგენლები. ეს პროექტი ხელს უწყობს პოპულარიზაციას, აღნიშნული პროექტის განვითარებას და ვიმედოვნებ მომავალ წლებში კიდევ უფრო მასშტაბიანი იქნება. ამოვიდ დუშეთიდან. პირველად არ ვიღებ მონაწილეობას რა, მეუჯერ მაქვს მიღებული მონაწილეობა, მაგრამ რავი, არ მეგონა თუ მოიგებ და მეორე ადგილზე თუ გავიდოდა. ძალიან კარგი გზა იყო. იდეალურად ვიარეთ ყველა და ძალიან მომეწონა. ძალიან გახარებული ვარ ამ დოღით.
საქართველოს საკალათბურთო ნაკრები 23 აგვისტოს ოთარ ქორქიას და ნოდარ ჯორჯიკიას სახელობის თბილისის სპორტის სასახლეში ამხანაგურ შეხვედრაში ისრაელს დაუპირისპირდება. ამ მატჩით ალექსანდრ ჯიკიჩის გუნდი მზადებას დაასრულებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის თამაშებისთვის, რომლებსაც 28 აგვისტოს შინ მონტენეგროსთან, ხოლო 31 აგვისტოს პორტუგალიასთან გასვლაზე გამართავს. ეროვნულ გუნდს ამ შეხვედრებში NBA-ში მოთამაშე სანდრო მამუკელაშვილი და გოგა ბითაძე დაეხმარებიან. საქართველოს ნაკრების მატჩებს პირდაპირ ეთერში პირველი არხი შემოგთავაზებთ. კაი ტესტი იქნება. ჩვენთვის ახლა იმას ვეთამაშეთ და ვფიქრობ არ იყო ესეთი ძლიერი გუნდი. იმედია რომ ყველა ჯანმრთელად შევხვდებით, ხვალ არა, მაგრამ მაინც. და გავიმარჯვებთ, რა თქმა უნდა, თავარი პრიორიტეტი არა გამარჯვება, სავარჯიშო მატჩი არ მოსამზადებელი, მაგრამ რა თქმა უნდა მაყურებელი აქ იქნება და შევეცდებით რომ გავიმარჯვოთ და ვივარჯიშოთ იმაზე, რაც გვაკლია და ეს ბოლო 5 დღე გამოვიყენოთ მაქსიმალურად. ლიანა ისაკაძის საერთაშორისო ფესტივალი ღამის სერენადები 2026 ბათუმის კონცერტით გაიხსნა. ფესტივალი წელს ლეგენდარული ქართველი მევიოლინისტა და დირიჟორის ლიანა ისაკაძის დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ეძღვნება. პირველი კონცერტი ბათუმის დრამატულ თეატრში გაიმართა. საღამოს იტალიელი დირიჟორი ბეატრიჩე ვენეცი ხელმძღვანელობდა. სოლისტი იყო იაპონელ-იტალიელი მევიოლინე იუკი სერიно. ფესტივალის საბაზო ორკესტრთან საქართველოს ვირტუოზებთან ერთად შესრულდა ჩაიკოვსკის, სენ-სანსისა და მენდელსონის ნაწარმოებები. ორგანიზატორების განცხადებით საიუბილეო ფესტივალი 7 კონცერტს აერთიანებს და მასში მსოფლიოში აღიარებული ქართველი და უცხოელი მუსიკოსები მონაწილეობენ. ღამის სერენადები 2026 20 სექტემბრამდე გაგრძელდება. კონცერტები ბორჯომში, ბათუმსა და თბილისში გაიმართება. ბედნიერები ვართ, რომ ეს ტრადიცია გრძელდება. ყოველთვის ბედნიერები ვართ ბათუმელს მენელთან შეხვედრისა. ეს არის უაღრესად დახვეწილი, მუსიკალურად დახვეწილი მსმენელი. ცხინვალე ჩაიარა დღეს გახსნითმა კონცერტმა, ბათუმური ნაწილის გახსნილმა კონცერტმა. შესრულდა სწორედ ის ნაწარმოები, რომლებსაც ლილიანა ასე ხშირად აგრეთვე ფესტივალზე და ასეთი შესანიშნავი რომანტიული ხიბლით ასრულებდა. ანშლაგით ჩაიარა კონცერტი მან ჩვენი განუმეორებელი ბეატრიჩე ვენეცი და იუკი სერიно, რომელიც არის ახალგაზრდა, მაგრამ უკვე კრემონას საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული მევიოლინე, დარბაზი როგორც ყოველთვის და მაყურებელი არაჩვეულებრივი ბათუმში და ძალიან დიდი მადლობა მომბრძანებისთვის და გელოდებით 23-ში და 25-ში საავტორო პროგრამებზე, რომლის პრემიერაც შესდგება ბათუმში სპეციალურად თქვენი მსმენელისთვის. ასეთი იყო ახალი ამბები ამ დროისთვის. მოამბე პირდაპირ ეთერში 18 საათზე დაბრუნდება. მადლობთ ყურადღებისთვის. ნახვამდის.